სალამით. ეხლა არის დილის 8 საათი. დღეს მიწევს ანალიზებს გაკეთება. უკვე საკვები გავამზადეთ ყველაფერი. რომ შემდეგ ეკერო დარბაზში გავიდეთ. როგორც იცით, ეს გადამოწმებები ერთ ან ორ თვეში ერთხელ ყოველთვის მიწევს ხოლმე. შესაბამისად, ის პერიოდია ზუსტად ეხლა. კვება 5 კვება სტანდარტულად გამზადებულია. დღეს ვარჯიშიც გვიწევს და ყველაფერს დეტალურად განახებთ. მოკლედ აქ არის ჩვენი სტანდარტული 5 კვება. გამზადებული, რომელსაც ჩავალაგებთ ახლა. რაღაც ის დავდივარ დარბაზში უკვე რომ რავი. ჩვეულებრივი ჩემოდანებით არის ეს ჩანდა. ესე იგი, დაიმახსოვრეთ. ანალიზებს გაკეთება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამ. რის ფონზე შეგიძლიათ მე გააკეთოთ ყველანაირი ცვლილება. ანალიზების გარეშე ცვლილებები თითქმის შეუძლებელია. და რაც თავარია, ვარაუდით არ უნდა იყოს. რომ რაღაცა ის შეიძლება იყოს, ის შეიძლება იყოს, არა მაგის არსებობს ანალიზები და პირდაპირ გეუბნება შენი სხეული რა გაქვს წესრიგში და რა არა და რა უნდა გააკეთო. შესაბამისად, ყოველთვის თუ გინდათ რომ ჩემპიონატი კარგად და დაწყერებულმა და სწორედ მიიტანოთ ფინიშამდე, უნდა იკეთოთ ანალიზები ერთ-ორ თვეში მაინც. ასე რომ ის თანხა, რაც ანალიზებზე გჭირდებათ, არ დაზოგოთ, აუცილებლად გამოიყენეთ, იმიტომ რომ პირველ რიგში არის საჭირო რომ ჯანმრთელობას აკონტროლებდეთ. ასე იგი, ვიყოდებით ჩვენს რიგს. ესე იგი, ანალიზები ჩაბარებულია და დღეს შუა დღის მერე იქნება პასუხები. ასე რომ დაველოდები იდეაში ყველაფერი რიგზე იქნება, ვიცი უკვე. ვარჯიშის შემდეგ გვიწევს 2 კვება და 2 კვების მერე ვარჯიშობთ. შესაბამისად, პირველი კვება გვაქვს სტანდარტული ბრინჯი და ქათმის ფილე და შემდეგ უკვე დავიწყებთ. დღეს გვაქვს მკერდი და ხელები. რა ვარჯიშებს გავაკეთებთ და რამდენს, მაგას ყველაფერს აგიხსნით და ინფორმირებულები იქნებით. 2 კვება გვქონდა. მუშაობის პირველ ნაწილსაც მოვჭი. ეხლა ჩემი დრო მაქვს, ამ დროში ვარჯიშობ ხოლმე და შემდეგ ისე მოსწავლებს ვაგრძელებ. შესაბამისად, როგორც გითხარით, დავიწყებთ მკერდს და ხელებს. ზოგადად წამყვანი კუნთები მაქვს მკერდი და კვადრიცეპს. შესაბამისად, წამყვან კუნთებზე ყოველთვის ვაკეთებ ნაკლებ ვარჯიშს. მკერდის და კვადრიცეპის შემთხვევაში მხოლოდ კვირაში ერთხელ ვაკეთებ და ამ ერთხელ მხოლოდ 2 ვარჯიშს. ამ გამოსულ კვირაში მხოლოდ 2 ვარჯიშს ვაკეთებ მკერდზე და კვადრიცეპზე. შესაბამისად, დღეს მკერდზე 2 ვარჯიშს გავაკეთებთ და დანარჩენი დროს დავუთმობ უკვე ხელებს. სადაც მეტი აქცენტი მაქვს, რადგან მაინც ხელები უპირატესია ჩემთვის და დელტაც თავისთავად და როგორც ვახსენე ზურგი. ამას უკვე დანარჩენ დღეებში როცა დავიწყებთ ზურგის ვარჯიშს, მაშინ კონკრეტულად გავივლით რას როგორ ვაკეთებ და რანაირად. ვიწყებ საბოლოო ვარჯიშით ჰამერში. ზოგადად მაინც მკერდზე შედარებით უფრო მეტი აქცენტი მაქვს ზედა ნაწილზე. ნუ როგორც ვთქვი წამყვანი მაქვს, მაგრამ ზედა ნაწილი არ მაწყენდა. შესაბამისად, ამას სტანდარტულად ვაკეთებ და მეორე ვარჯიში მაქვს მიზე როგორც გითხარით ზედა ნაწილისთვის. ამას დავიწყებ. 3 სამუშაო მისვლას ვაკეთებ, მანამდე გასახურებულ წონას გავაკეთებ, რომელსაც რა თქმა უნდა არ ჩავთვლი მისვლებში. ესე იგი, ვიწყებთ სამუშაო მისვლას. ზოგადად სამუშაო მისვლებს ვაკეთებ შემდეგი პრინციპით. ვაგამეორებავ 8-6 და ბოლოს 6 გამეორება. რა თქმა უნდა, ამას შესაბამისად ვირჩევ წონებს. თუ დავიწყე გაკეთება და შევატყერო ადვილად მიდის, დებ წონას ვასვენებ სხეულს უმატებ და შემდეგ ვაკეთებ და მე რო თუ სამუშაოში. თუ ვაგამეორება ან ეს 6 ადვილად მიდის, ეს კონკრეტული არდოს აიცვლება სამუშაოში და დაიმახსოვრეთ. თუ გინდათ რომ სამუშაოში ჩათვალოთ, შესაბამისი გამეორება უნდა გაკეთოთ და შესაბამისი წონით. დავიწყეთ. შემეხმარები? მე თვითონ გასმოკვდა. გადავიდეთ მეორე სამუშაო მისვლაზე და ამასაც წონას ვუმატებ.
ახლა მაქსიმალურად ვიცხები რომ გავაკეთო ისე რა გამეორება რიარი ანუ გამეორება რეზერვში არ ვიტოვებ ეს მომისლა ბოლომდე სამზე შევძლებ ყველა მისლაზე ცდილობ ტონას მომატო ანუ პროგრესივ overload-ი გქონდეს წონების გაზრდა და თან შესაბამისი გამეორებიც გავაკეთე რომ ეხლა ცადოთ რამე გამეორება შევძლებ თაგო ეს წამომაწევინე რა ხო 2 3 კაი Farginda. Bolo. ეს თუმცა და მესამე სამუშაო მისვლა. კვლავ წონის მომატებით. 1 2 3 გაუ. ცოტა მოდი. ერთიდანია. დაი. ჯიგა. რასეთები უნდა დაახლოებით სამშაბათს მისვლები. როგორ შეგიძლია გაკეთეო. და თუ იმეს დაიყენებთ ხო თქო უკეთე. გადმოვედით კერდის მეორე ვარჯიშზე. ვაკეთებ როგორც ფისმის, დედანაწილისთვის. აქაც გავაკეთებ ორან სამუშაო მისვლას. ოდნავ მეტი სამუშაო გამეორების ზღვარი მაქვს, სიდა ზღვარი. აქ შეიძლება 10 გავაკეთო, 8-6 მიყვე. გააჩნია, იმიტომ რომ აქ ცნობილობაში ცოტა მეტი აქცენტი მჭირდება. ეს მომისად თლად სასწავლებლებს არ ვაკეთებ აქ. Адвертайро. Субки იყოს хорошо. მე მზამობდი ხლა შემეძლო 5 გამერბაზე დამედო და წონა მომატებინა და არ შემეთვალე სამუშაოს. შეხედო, შეიძლება კიდე ერთი მისო დავამატო და ეს არ ჩავთვალე სამუშაოში. წონას და კიდე მომატა. მივიდეთ ამ მისვლაზე. Როგორც გითხარით, მხოლოდ ორი ვარჯიში, კერზე, არც სხვა დღეს არ ვაკეთებ. სულ საკმარისია ჩვენთვის. და ეხლა გადავდივარ ბიცეპსზე. ბიცეპსი მაქვს მაინც ყველაზე პრობლემატური. ტრიცეპსი ბევრად გარად არის. შეიძლება ითქვას, ტრიცეპსი პრობლემატური არც მაქვს. ჩვენ თრენაჟერში ხელის გაზრდა მინდა მოცულობაში. მაინც პრიორიტეტად ბიცეპსი არის. სამ ვარჯიშს ვაკეთებ ბიცეპსზე მარტო. რაღა მარტო, სამ ვარჯიში საკმაოდ ნორმალურია. და კვირაში ორჯერ. თითქმის ერთ იგივე ვარჯიშს ვაკეთებ, რომ როგორც გითხარით, თავარი ფერკედი არის პროგრესიული overload-ი მქონდეს. და სტანდარტული მისვლები, როგორც თქვი, სამი სამუშაო, რადგან შედარებით პატარა კუნთია. ამ შემთხვევაში თუნდაც მეტ გამეორებებშიც კი მუშაობ ხოლმე.
ახლა გავაკეთებ ჩემთვის ერთ-ერთ ფავორიტ ვარჯიშს ბიცეპსისთვის, სადაც მთელი ენერგიას ვძებ. ეს არის სკოტის კამზე, სადაც აღებულზე არა. მოდელით შესრულება, ცალი ხელით. აქვს უფრო ისეთი წონა ავიღო, რომელსაც სწორად გავაკეთებ, სამძიმე იყოს და თან შესაბამისი გამეორებას გავაკეთებ. სტილი აქვს 8-8, ანუ 8-8. სამი მისვლა. გაჭედა. და სუბონდე რაც მომდა არ ხსნი. იმიტომ რომ ტრამულია, ასე და უხსნა ტონას. და არც მაგხელა გაჭება არ შედება კუნთს. თავარია, იყო შენი ვარჯიშები. რა თქმა უნდა, სწორი გონებით. ეს ადვილია და მაგიტო არის. კარგი დატვირთვის მქონე. შენზე მოგებული ვარჯიში. მესამე მისვლა მაქსიმალურად რა შემიძლია და დაახლოებით 6 გამეორება ან 8. წონა არის 27.5. ჯერამით. მოდი ეგრე. სადაც ცენელა აუ ცაგაიტიშა მეორე ისე კიდე მოდი Tanara. Ori. Ettimide, baita. ასე გადმოვედით ჩაგუჩებზე და ამ საკეთებ გასხოვებული. სტანდარტულ მოძრაობას არ ვაკეთებ, მე ვაკეთებ შეტრიალებად, რადგან რაქელის ფუნქციას ბევრად კარგ ვგზნობ, როცა ხელმა შეტრიალებული და ცალისას ვაკეთებ დაფიქსირებული. როცა ორს ვაკეთებ, ტანსაც ვახმარ, თან სახსრებსაც უფრო ტვირთავ. ამ შემთხვევაში ჩემ გზნობებში ასეა. ასე რომ ვაკეთებ ამ კონკრეტულს ასე. მაქსიმალურად ვცდილობ რომ ინერცია არ გამოვიყენო.
ანუ ხოლმე გამეორებზე თუ დამჭირდა გამეორების დასწავლებლად სულ ცოტათი ვიყენებ. ესე გადავედი ტრიცეპსზე და ვაკეთებ ეგრეთ წოდებულ სკუ კრაშერებს ანტელებით. სხვა შორის საკმაოდ მძიმე წონით ვაკეთებ ამ კონკრეტულ ვარჯიშს და სტანდარტულად 2 ან 3 სამუშაო მისვლა და ოდნავ მეტი გამეორებები დაახლოებით 2-10 და შემდეგ მივყვები. გადავედი მეორე ვარჯიშზე, ვაკეთებ თოგით. აი სტანდარტულად. გამეორებებით და მისვლებით. და ხოლო ვარჯიში ტრიცეპსის ღერძი სწორი ღერის ვაკეთებ უბრალოდ. ვარჯიში დავამთავრეთ. ეხლა ცოტა ხანი დაახლოებით 25 წუთი ვაკეთებ კარდიოს. და შემდეგ ერთ ვარჯიშს ვამატებ პრესს. ეგ არის მთელი ჩემი დღის რუტინა კონკრეტულად ამ დღეს.